ყვება დედამოწყნული, ყველას გვატყუებს, რეციდივისტი არის რა, ყაჩაღი არის, ხულიგანი არის, დამიჯერეთ, მე რო დაქვივაჩუქე იმას კითხეთ, დამიჯერეთ რა. Пойдемте. Извини, Геннадьевич. Давай. Лет через 5. Протесту акция იმართება იპოდრომზე ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის წინააღმდეგ ეწყობა. მიტინგზე სიტყვით გამოდიან ოპოზიციის ლიდერები, მომიტინგეებს აქვს ლოზუნგები, რომლებიც უცხოელი დამკვირვებლების მისამართით არის და მათ შინაქვამია, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების გარდაჭერის გამო მათ თავი შეირჩეს. ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ეკუკლეგრას. ლიკა ხუთიდეს განცხადებები კეთდება აქციაზე. მოქალაქეებით ნინო აქციის მონაწილეები დაახლოებით პირველი საათისთვის მოვიდნენ იპოდრომზე. ხალხი ამ დრომდე მოდის. აქცია დაახლოებით 9 საათის წინ დაიწყო. ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს მიმართეს სიტყვით. ისინი პროტესტს უცხადებენ დღეს გამართულ ინაუგურაციას და ამბობენ, რომ მათი პრეზიდენტი არის ლევან გაჩეჩილაძე და ისინი განაგრძობენ დაუმორჩილებლობას, ისინი განაგრძობენ აქციებს. ძირითადად ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძე მიმართა მომიტინგეებს. მან განაცხადა, რომ არანაირ თანამშრომლობას ის არ აპირებს სააკაშვილთან, არც მის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ოპოზიციის ლიდერები არ სწავლენ და ისინი არ აპირებენ კოალიციურ მთავრობაში მიიღონ მონაწილეობა. ისინი აპირებენ, რომ განაგრძონ დაუმორჩილებლობა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარები, რაც ყოფდებოდა ოპოზიციის ლიდერებისგან აქციაზე მოსვლის.